კათოლიკოს პატრიარქს, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსს და ბიჭვინთისა და ცხმაფხაზეთის მიტროპოლიტს, უწმიდესსა და უნეტარეს ილია მეორეს ხვალ 4 იანვარს დაბადებიდან 91 წელი უსრულდება. საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით საპატრიარქო რეზიდენციაში დღეს მიღება გაიმართა. საქართველოს ეკლესიის მწყემსმთავარს დაბადების დღეს საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, პრემიერ-მინისტრმა და მინისტრთა კაბინეტის წარმომადგენლებმა ოჯახის წევრებთან ერთად მიულოცეს. საქართველოს ეკლესიის რედაქციის საუბრების და მოსული ხალხის საქმეში იოსებ დავით შობა კონცერტს მოგონებია მოგზაური ეს როცა საქართველოს ეკლესიის Shelter upals, Romupalma, Zali Ersa Twisa Mostres, Upalma, Kutoseri Twisa, Shinobi, Adisurus, Nitsa Protebus, Bergeodebat, Ravali Sakhno, Shukferi, Imediaps Katlotas, Is problemები, რომელიც იდგა წარსულში ჩვენი ერის წინაშე ყველაფერი გამოსწორდება თქვენი ყოველდღიური. მრავალი იყოს თქვენი სიცოცხლე, მრავალჟამიერი იყოს თქვენი სიცოცხლე, ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ერის საკითხი. Amen. Lord Jesus. Dibetniereba არის. თქვენი დაბადების დღის აღნიშნა. დიბეტნიერება არის, როდესაც ეს ჰაუს ისეთი მწყემსი, რომელიც გამოატარა ურთულესი დღეები. ალბათ მსოფლიოს ისტორიაში იშვიათად იყო ესეთი ეპოქა, ესეთი მძიმე 30 წელიწადი, რომელიც ერთდროულად წმენაზე, საზოგადოების გახრეჭვაზე, პოლიტიკურ პრობლემებზე არ არსებობდა პრობლემები, რომელიც ჩვენ ქვეყანას არ ჰქონდა. და თქვენ გაგვატარეთ აი ამ ძალიან რთულ წლებში. სიხარული და ბედნიერება ყოველი ხალხის აღნიშნა, რომელიც თქვენ სახელს უკავშირდება. ყოველდღიური სიხარულია თქვენი ხილვა, თქვენი ძალისგან ცოტას მიღება. მე არაერთხელ მიქონს, როდესაც მიჭირდა ბოლო 25 წელიწადია, მცირე შეხებაც კი თქვენთან. წელში გამმართავდა ხოლმე და მომავლის მეცმანძლებთ. გილოცავ ყველას დამდეგშობა ახალ წელს და გილოცავ ყველას იმ დიდ ბედნიერებას, რასაც ქვია ჩვენი პატრიარქით ზეიმი და ჩვენი პატრიარქით სიხარული და ის სიხარული, რომელსაც მუდმივად ჩვენ აუვისთავთ. კიდევ ერთხელ დაბადების დღეს გილოცავ ეს ეგზები. თქვენ უძინესობა მოგესალმებით. იმამიბოძეთ მოგილოცოთ დაბადების დღე, მოგილოცოთ დამდეგი შობა და ახალი წელი. პირველში მე მინდა გისურვოთ მთელი მთავრობის სახელი და მე როგორც რიგითი მოქალაქე მე ვარ ბედნიერი, რომ ქართველებს ყავს ესეთი უწმინდესი, ესეთი პატრიარქი, როგორც ბრძანდებით თქვენ. თქვენ მართლაც სასწაული მოახდინეთ, მთლიერი მოაქციეთ სარწმუნოებისაკენ. ყველას კარგად გვახსოვს, როგორი იყო, როგორ დასუსტებული იყო, მე ვიტყოდი, ქვეყანა მაშინ, როცა თქვენ მოევლინეთ პატრიარქად ჩვენს ხალხს და გვახსოვს და ვიცით თუ როგორი რა თქვა ამაღლებული მდგომარეობა არის დღეს მთელ საზოგადოებაში. თქვენ მართლაც სასწაული მოახდინეთ მთელი ქართული სულიერების გადარჩენა, გამტკიცების საქმეში. მოგილოცავთ გულითადად დაბადების დღეს, გისურვებთ დიდხანს სიცოცხლეს, გისურვებთ მხნეობას, ჯანმრთელობას და გისურვებთ, რომ ძალიან მალე ჩვენ ყველას ერთად გვეზე იმოს გამთლიანებულ საქართველოში ცხოვრება. გადაეძელებთ. ბატონებო და ბატონებო, მე მინდა დიდი მადლობა მოგახსენოთ
ყურადღებისათვის ხელი მოგზაურობისათვის მე მინდა თქვა რომ საქართველოს ეკლესია ერთ-ერთი უძველესი ეკლესია მსოფლიოში და იგი მუდამ იდგა და დღეს და მომავალში იქნება მსახური ჩვენი ერისა. ჩვენ ცხოვრობთ მეტად რთულ დროს, მაგრამ ჩვენ არ უნდა დავკარგოთ იმედი მომავლისა. ყველაფერი შეუძლია ღმერთს და მე მინდა მოიყვანო პატარა ადგილი ბიბლიიდან, როცა დავით წინასწარმეტყველმა სოლომონის მამამ გამთლიანა ისრაელი მრავალი ომების შემდეგ მთელი ერი ადიდებდა დავითს. მან გააჩერა ეს საზეიმო სრულობა იერუსალიმისკენ და უთხრა გადაესით ხალხს რომ უფალი მეფობს, უფალი აკეთებს ყველაფერს და მე გისურვებთ თქვენ რომ თქვენი ხელმძღვანელობით მალე გამთლიანდეს საქართველო და ზეიმით აღნიშნო. მე მინდა ასევე ვთქვა რომ რთულია ადამიანის ბუნება, მაგრამ და განსხვავებულია ადამიანები ერთმანეთისაგან, მაგრამ ჩვენ უნდა გვახსოვდეს რომ ესენი ჩვენი შვილებია, ჩვენი ძმები და დებია. შეცდომის გარეშე არ არსებობს ადამიანი. ყველას აქვს ესა თუ ის შეცდომა და ჩვენ უნდა გქონდეს უნარი შენდობისა. ერთი იაპონელი პოეტი ამბობს პატარა თეთრ ლექსს, მოვიდა გაზაფხული და აკლავდა ალუბალი, მაგრამ მოვიდა თოვლი და მე ვეღარ ვარჩევ სად არის ყვავილი და სად არის თოვლი. ამით ამთავრებს და მე გავაგრძელე ეს თეთრი ლექსი და მე დავუმატე გამოვა მზე დადგება თოვლი და ჩვენ ყველ ისევ ვიხილავთ ყვავილს. ასე რომ აი ამ გაზაფხულს ველოდებით, ბედნიერ გაზაფხულს. ჩვენ გისურვებთ თქვენ და მთელ მინისტრს და კაბინეტს დიდ წარმატებებს და მე მინდა ისევ გავიმეორო რომ ეკლესია თქვენთანაა
დავასვილი იყავი და ღმერთი იყოს თქვენი და საქართველოს მფარველი. ამინ.